ძლიერმა სეტყვამ ახალციხე, ადიგენი, ასპინძა და ვალეც დააზარალა. ღამით მოსულმა ნალექმა საცხოვრებელი სახლების სახურავები და ავტომობილები დააზიანა. დაიტბორა სარდაფები და პირველი სართულები. განადგურებულია ნათესებიც. ძლიერი სეტყვა 15 წუთს გაგრძელდა. შედეგად ჩაიკეტა ახალციხის ცენტრალური გზა და გადაადგილება შეუძლებელი გახდა. მაგისტრალზე ჩარჩენილი მანქანები მაშველების დახმარებით გამოიყვანეს. სტიქის ზონაში მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ სამაშველო სამსახურის თანამშრომლები. იქ იმყოფებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წევრებიც. მომხდართან დაკავშირებით სპეციალური კომისია შეიქმნება, რომელიც მიყენებულ ზარალს დაითვლის. ესეთი რამე ცხოვრებაში არ მენახა კაცო. ახალი დატოლილი ვიყავი და ერთი ხმაური გავიგონე. მე თქვი რა უბედურობა ეს, გამოვიხედე ეზოში, რას გამოიხედა. თავზე გვეყრებოდა ყველაფერი და დიდი ხვავი ეგროვა ეზოში. სეტყვის ხვავი, თარამსისხობ ესეთი 50 წლის კაცი ვარ და არ მახსოვს ესეთი რამე არის. წყალდიდობა ახლა ჩავიდა პადულებში, სახლები დაიტბორა, გამოვედით ჯგუფები და მანქანები სადაც ჩავარდნილი ამოყავს მანქანები და თუ რაღაცა შესაბამისი სამუშაოები დაჭირდება რაღაცა რეაგირებას მოვახდენთ და ამოვიყვანთ სულ ყველას და დავეხმარებით. უხმა ნალექმა საგრძნობლად დააზარალა დუშეთის რაიონის, განსაკუთრებულად რთული მდგომარეობა სოფელ ბულაჩაურში, სადაც ახლა ჩვენი კორესპონდენტი მარიამ გაფრინდაშვილი იმყოფება. მარიამ, ჩვენ ვნახეთ რა სიტუაცია კახეთსა და ახალციხის რაიონში, რა ხდება დუშეთში? დიახ, გიორგი, ძლიერმა სეტყვამ დააზარალა დუშეთის რაიონის სოფელ ბულაჩაურში მთელი ღამის განმავლობაში გადაუღებლად წვიმდა ძლიერ ნალექთან ერთვოდა ძლიერი ქარი, რამაც კიდევ უფრო დაამძიმა ადგილობრივების მდგომარეობა. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, სტიქიის შედეგად მათ მთლიანად გაუნადგურდათ სათბურები, ასევე სახნავეს სათესი. სავარგულები მთლიანად განადგურებულია, ხილი და ბოსტნეული. ასევე მთელი ღამის განმავლობაში მოსულმა ძლიერმა ნალექმა საავტომობილო გზაზე ჩამოიტანა ქვაღორღი. ამ წუთებში უკვე საავტომობილო გზაზე მოძრაობა არის აღდგენილი, თუმცა სოფლის შიდა გზებზე ამ დრომდე სპეციალური ტექნიკა მუშაობს იმის გამო, რომ ქვაღორღისგან გაწმინდოს სოფლის შიდა გზები. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, მსგავსი სახის ნალექი, უხვი ნალექი ბოლო წლების განმავლობაში მათ არ ახსოვთ. წვიმა დაიწყო 7 საათზე, საღამოს 7 საათზე. და მერე ერთი 5 წუთში მოაყოლა სეტყვა. სულ განადგურა სულ ყველაფერი. მერე იყო ერთი 40 წუთი ეგრე. წვიმას და სეტყვაც ერთი მეორეში. ხო და 40 წუთის მერე გაჩერდა. ხო და 3 საათზე კიდე უფრო ძლიერად წამოვიდა. ძალიან ძლიერი წვიმა იყო ძალიან. აგერ სათბური შულ აგერ ადღეშერი. მთელი ხილი სულ განადგურდა, სულ ძირს დაეცა ყველაფერი. მოსპო ყველაფერი რა, რაც კი წლის შემოსავალი იყო. ამინდორი, ყურძენი, რაღაცა, თუ კი რამეა სიმინდი, მთელი მოსავალი, არაფერი ჩემ ბაღში აღარ არის. ლობიოდან მოკიდებული აბსოლუტურად. კაკალს რა უჭირს? კაკალზე დიდი სეტყვები იყო. რასაც მოხდა, ალბათ შუშებს კი ჩამილეწა. რასაც ის სეტყვა მოხდა. წუხენდელმა კოკისპირულმა წვიმამ, სეტყვამ ნახეთ რა მდგომარეობაში ჩააგდო გზები, მოსახლეობას აბსოლუტურად გაუნადგურა მოსავალი, ჩამოიტანა ქვაღორღი, წუხელ ღამის 2-3 საათამდე მუშაობდა ტექნიკა, იყო სამხარეო ადმინისტრაცია, გუბერნია, საკრებულო გამგებლობა მობილიზებული. ამ დილითაც მიმდინარეობდა ზარალის დათვლა. ამ ეტაპზე თვითონ ბატონ გივი ამირხანაშვილს ვესაუბრე გუბერნატორის მოადგილეს და წასული არის მთავრობაში ამ ინფორმაციის მისაწოდებლად. ამ დროისთვის სოფელ ძლიერმა ნალექმა დააზარალა ასევე ელექტროსადენები. ამ დროისთვის სოფელ ბულაჩაურს ელექტროენერგია არ მიეწოდება, თუმცა სპეციალური ჯგუფები უკვე მუშაობენ იმისთვის, რომ ეს პრობლემა მოსახლეობას უმოკლეს ვადაში მოუგვარდეს. ხოლო რაც შეეხება ზარალს, უკვე შექმნილია სპეციალური კომისია და ისინი ადგილზე მუშაობენ. უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი, თუ კონკრეტულად რა სახის ზარალი და რაოდენობის ზარალი მიიღო ადგილობრივმა მოსახლეობამ.